საქართველოში დაფუძნებული ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა კერნელი ფილიპინების შემდეგ ინდოეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. კერნელი 2019 წელს შეიქმნა და მცირე ბიზნესებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში ეხმარება. კომპანიამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 365,000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 525,000 ლარი მიიღო. როგორც სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი BMG-სთან აცხადებს, მიღებული გრანტი ფილიპინების ბაზარზე ზრდის ტემპის ასაჩქარებლად და ინდოეთის ბაზარზე შესვლაში დაეხმარებათ. კომპანია ფილიპინებში 2021 წლის გაზაფხულზე შევიდა და დღეისთვის მხოლოდ ამ ბაზარზე ოპერირებს. როგორც დალაქიშვილი ამბობს, გრანტის მეორე ნაწილს წლის ბოლომდე ინდოეთის ბაზარზე შესვლაში გამოიყენებენ, რაც მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად დასჭირდებათ. თბილისში ბოხუას ქუჩაზე New Vision უნივერსიტეტი რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით სპორტული მედიცინის ცენტრს აშენებს. ამის შესახებ BMG სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. პროექტი, რომელიც 3200 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ხორციელდება, მედიცინის ცენტრის გარდა საწვრთნელ მოედნებსა და სხვა საჭირო ობიექტებს გააერთიანებს. აღსანიშნავია, რომ New Vision უნივერსიტეტმა გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 4 კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანს მოიცავს, უკვე დაასრულა. შენობის მშენებლობის დასაწყებად კი მერიის თანხმობაა საჭირო, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ელოდებიან. საქართველოში პირველი ასეთი მასშტაბის სპორტული მედიცინის ცენტრი საწყის ეტაპზე უცხოელი მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ადგილობრივების გადამზადების შემდეგ კი სამედიცინო ცენტრში ქართველი ექიმები იმუშავებენ. George Gray Wineries პრემიუმ ხაზის ღვინოები და ცისფერი ღვინო კესანე იაპონიაში ონლაინ მაღაზიასა და კაფე-ბარებში გაიყიდება. კომპანიამ ამ მიმართულებით პირველი საექსპორტო პარტია მიმდინარე წლის სექტემბერში გააგზავნა. როგორც BMG-სთან საუბრისას, George Gray Wineries დამფუძნებელი გიორგი რუხაძე აღნიშნავს, საექსპორტო ბაზარზე ღვინის ღირებულება $50-მდე იქნება. კომპანია იაპონიაში მომდევნო წლის აპრილამდე 20,000 ბოთლის გატანას აპირებს. იაპონიის გარდა George Gray Wineries ღვინის ექსპორტი დაგეგმილია ასევე მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიასა და შვედეთშიც. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ბაზრებზე პირველი პარტიები წლის ბოლომდე გაიგზავნება, შემდეგი ბაზრები კი სამხრეთ კორეა, შვედეთი და ჩინეთი იქნება. წითელ ოქროც წოდებული სუნელის შაფრანის მწარმოებელმა გორელმა ფერმერმა მერა ბინასარიძემ წარმოება გააფართოვა და მეურნეობა 1500 კვადრატული მეტრიდან 7000 კვადრატულ მეტრამდე გაზარდა. როგორც ფერმერმა BMG-სთან საუბრისას აღნიშნა, აქამდე თუ მოსავლის მაქსიმალური მოცულობა 750 გრამი იყო. გაფართოებიდან პირველ წელს 2 კილოგრამ შაფრანს, შემდეგ წლებში კი 6 კილოგრამამდე მოსავალს აიღებს. მერა ბინასარიძეს სუნელი ექსპორტზე ძირითადად გერმანიასა და შვეიცარიაში გააქვს. ფერმერი ადგილობრივ ბაზარზე 1 გრამ შაფრანს $5 ყიდის, რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს 1 გრამის ფასი აქ $10-დან იწყება. საბერძნეთის შემდეგ ხის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია რუცის პროდუქცია საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა იცის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გავიდა. დღეისთვის კომპანია დაახლოებით 25 დასახელების ნივთს აწარმოებს, მათ შორის ქართული სიმბოლიკის ხის საათებს, აღდგომილ ნაკრებებს, ღვინის დასადგამებს, სხვადასხვა სახის სასაჩუქრე ყუთებს, ორგანაიზერებს და მანქანის ბრელოკებს. რუცის დამფუძნებელი შალვა მილორავა BMG-სთან აღნიშნავს, რომ ქვევრის საათები და სხვადასხვა აქსესუარები უკვე იყიდება საბერძნეთის ბაზარზე. რუცი მიმდინარე წლის მარტში დაფუძნდა საწარმო, რომელიც 20,000 ლარის ინვესტიციით შეიქმნა ზუგდიდში მდებარეობს. კომპანია ანიგოზი მომავალი წლიდან ნუშის გადამუშავებას დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ანა ქვეხიშვილმა გადაცემა ქალების ნარატივში განაცხადა. მისი თქმით, არსებული ხაზი კომპანიას საშუალებას აძლევს მულტიფუნქციური კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელი საწარმო გახდეს. ანიგოზი 2020 წელს 3 მილიონი ლარის ინვესტიციით დაფუძნდა. კომპანიამ წარმოების პირველივე წელს უკვე 100 ტონა ნიგოზი გადაამუშავა და სამომავლო წარმატებას 500 ტონამდე გაზრდის. სამკერვალო საწარმო ქართული ტექსტილი კადრებს ეძებს. კომპანია მზადაა საწარმოებში კიდევ 1000 თანამშრომელი დაასაქმოს. ამის შესახებ აჭარა ტექსტილის ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე აცხადებს, ქართული ტექსტილი მიმდინარე წელს გაიხსნა და ის აჭარა ტექსტილის ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. როგორც გია ლომინაძე ამბობს, კადრებზე მოთხოვნა უცხოელი პარტნიორების მიერ შეკვეთების მზარდმა რაოდენობამ განაპირობა. ქართული ტექსტილის საწარმოში ამ ეტაპზე 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია. აჭარა ტექსტილი საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და რუსთავში 4 სამკერვალო ქარხანას ფლობს.